ძალა აღმარცხნავს. ქართული ოცნების მთავრობამ გასული წლის საპარლამენტო არჩევნებიდან რამდენიმე დღეში, 4 ნოემბერს, შეპესე იმერ ენერჯი კაპიტალის კუთვნილი 8 ჰესი სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტებად გამოაცხადა. ყველა 2 მეგავატამდე სიმძლავრისაა. შესაბამისად, გარემოზე ზემოქმედების შეფასება არ მოხდება. ბოსლევი ჰესების კასკადის მშენებლობა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, მდინარე ყვირილაზე იგეგმება. მდინარე დაახლოებით 6 ჰექტარზე დაიტბორება და წყალსაცავი მოეწყობა, საიდანაც ჰესებს წყალს რკინისა და ბეტონის მრავალკილომეტრიანი მილსადენით მიაწვდიან. ვის ეკუთვნის ეს ჰესები მერე? მაგდენი არ ვიცი. არ ამბობენ? არც გვარი ვიცი მისი, არც სახელი. შეპესე იმერ ენერჯი კაპიტალის ერთადერთი მესაკუთრე კოკა კოკილაშვილია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ცოლის ძმაა. ქართული ოცნების მთავრობამ შეპესე იმერ ენერჯი კაპიტალთან დადებული ხელშეკრულებები სასამართლო დავის დაწყების შემდეგაც არ გადმოგვცა. აშხალი იქნება 45 მეტრის სიგრძის და სიმაღლე იქნება 6.5 მიათედი, ანუ 7 მეტრი დაახლოებით. ბოსლევში ახლა მაგენი ვიც ეკრივეს ქოცებაში შეუკრებია სასამ სკოლაში. მე იქ არ ყოფილა. მე ქოცი არ ვაგენაცვალე. უჩა მამაცაშვილის ცოლის ძმის ბიზნესზე არათუ მოსახლეობამ ზესტაფონის საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმაც არაფერი იცოდა. ძალიან საფრთხილო საქმეა თვითონ სოფლის მოსახლეობისთვის და თვითონ ქალაქის მდებარეობისთვის გეოლოკაციურად. ეს ამას სპეციალისტობა არ ჭირდება, იმიტომ რომ 4 ჰესი ერთ მდინარეზე, ერთ სოფელში, რომელიც ესეთი დიდი ნაკადით მრავალგზის წაუღია, სხვადასხვა ჯებირი და სხვადასხვა მიწა მოუწყვეტია და სხვადასხვა პირუტყვების საცხოვრებელი თუ ადამიანების საცხოვრებელი წაუღია, დიდ საფრთხეებთან არის დარწმუნებული ვარ დაკავშირებული. ქართულ ოცნებას ფაქტობრივად სრულად აქვს გასაიდუმლოებული 4 წლის განმავლობაში გამოცემული განკარგულებები. მთავრობის ათობით სხდომის დღის წესრიგის შესწავლით დავადგინეთ, რომ კოკა კოკილაშვილის კუთვნილ კომპანიებზე კიდევ 19 ჰესის, ჯამში 38 მშენებლობაზეა განკარგულებები გამოცემული. დადებულია ხელშეკრულება დაახლოებით 100-ზე მეტზე. რო იცოდე, აბსოლუტურად აბსურდია. უამრავს აქვს მიღებული. არ არის ეს მიზანშეწონილი. არც ეკონომიკურად მიზანშეწონილია და სისტემას არ ჭირდება ამდენი ჰიდრო.